მშვიდობა თქვენ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ ცხორეთში, რომელიც მდებარეობს სოფელ ხანდოსთან 3 კილომეტრის დაშორებით და სოფელ რეხასთან 5 კილომეტრის დაშორებით. ეს არის ძველი ისტორიული სოფელი, რომელიც ნასოფლარი უпроსორად, რომელიც აღამად ხანის შემოსევის დროს აღხრდა და იმ დროს უკვე როგორც სოფელმა ფუნქციონირება შეწყვიტა, მაგრამ დარჩენილი იყო სწორედ ამ შემთხვევაში ტაძრის ნიში, ანუ ტაძრის მდებარეობა, რომელიც გარკვეული დროის შემდგომ მოსახლეობის მიერ აღდგენილი იქნა. აქ როგორც მოგეხსენებათ, პასკევიჩის მიერ ჩამოსახლებული იქნა ბერძნულენოვანი ეთნიკურად ბერძნული მოსახლეობა, რომელიც დასახლდა ამასთანავე სოფელ ხანდოშიც და აი ამ მათი გადმოცემით აი ამ სოფელს ესე ხარაბას ეძახიან, რომელიც ნასოფლარს ნიშნავს, ანუ ბერძნული ენაზე, მაგრამ აი ძველი აი რეხელების მიერ ამ შემთხვევაში ცნობიერები და სწორედ იმ წინაპრების მიერ გადმოცემული ინფორმაციით ეს იყო ძველი სოფელი ცხორეთი, იგივე ცხვარეთი. აღნიშნული მოხსენიებულია წმინდა ვახუშტი ბატონიშვილის მოგზაურობებში, სადაც დეტალურად არის აღწერილი სწორედ იმ პერიოდისათვის მისი მოღვაწეობის პერიოდს რამდენი სოფელი იყო თრიალეთში, 83 სოფელი ითვლებოდა და აქედან პასკევიჩის მიერ 51 სოფელი, ანუ შევსება მოხდა ამ შემთხვევაში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მიერ, იყო ბერძნები, სომხები, აზერბაიჯანელები და ასე შემდგომ. და ერთადერთი სოფელი იყო სოფელი რეხა, რომელიც აი ადგილობრივი აბორიგენული სოფელი არის და რომელიც აი დამხტური არის, რო ვთქვათ რა. ჩვენი ადგილმდებარეობა ვიცით, რომ ეს არის ულამაზესი ადგილი, მდინარე ქციის ხეობა, რომელიც აი პირდაპირ გადმოჰყურებს თავკვეთილის მთა, რომელიც უნიკალური ეს გეოგრაფია და ადგილმდებარეობა თავისი ბიომრავალფეროვნებით და ისეთი ეკოგარემოთი. საოცარია თვითონ ამ შემთხვევაში აქ მდინარეში არის საუცხოო თევზი, ანუ კალმახი, თეთრკოპლები, იშვიათი ჯიშის კალმახი, დიდებული ადგილია მეფუტკრეობისათვის და სხვადასხვა მრავალფეროვანია სწორედ ამ შემთხვევაში იმ მცენარეულობით, რომელიც ხელს უწყობს რომ ადგილობრივი გარემოს განვითარებას. რაც შეეხება ჩვენ მიზანს. ჩვენი მიზანი არის, რა თქმა უნდა, როგორც ეკლესიისა და ჩემთვის როგორც აქაურობის წინამძღვრისა, არის მიზანი, რომ ტაძარი აღდგა ტაძარი და სწორედ მსახურება პერიოდულად მიმდინარეობს. ეს არის ღვთისმშობლის ხარების სახელზე იკურთხება სწორედ ეს ტაძარი განახლებული არის და სწორედ წელს მოხდება მისი კურთხევა მოხდება და ჩვენი მიზანი არის არა მარტო ამ შემთხვევაში ტაძრის განახლება, არამედ აი აქ ადგილზე ეს ადგილმდებარეობა რო აღდგეს, როგორც სამონასტრო სოფელი აღდგეს. ღვთისმშობლის ხარების სახელობის მამათა მონასტრის რო დაარსდეს აქ და არა მარტო სამონასტრო კუთხით და საეკლესიო კუთხით განვითარდეს აქ ცხოვრება, არამედ აღნიშნული გარემო კეთილ მოეწყოს მაგალითად არა მარტო რელიგიურ ტურიზმისათვის, არამედ მაგალითად აი სხვადასხვა აგროტურიზმის მიმართულებით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ როგორც ადგილმდებარეობას ვაკვირდებით, უნიკალურია, მაგრამ ესეთი ესე ვთქვათ ესე კემპინგისათი კარვებით მოგზაურობისათვისაც მაგალითად ველურ ბუნებასთან ურთიერთობა და ის უყვარს და ჩვენი მიზანი არის სწორედ ამ შემთხვევაში რომ აქ არსებული გარემო მოეწყოს ის გვინგვარად რომ პირველად სწორი ინფორმაცია ამ შემთხვევაში და გამოცდილება ამ შემთხვევაში ადამიანს მიიღოს აქ აი აქაურობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ეს მეორე მხრივ სოციალური პროექტიც იქნება ამ შემთხვევაში განხორციელების შემთხვევაში და იმიტომ რომ აი ადგილობრივი გვერდზე მოსახლეობა იქნება თუ რეხით მოსახლეობა ყველანი ჩართული იქნება ამ შემთხვევაში როგორც აი მასპინძლის სტატუსით, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ ამ შემთხვევაში ეს სტუმარ მასპინძლობის მხრივ განხორციელება რა მიქმედება, არამედ ეს თავის თავში მოიცავს სწორედ იმ მათი სოციალური მდგომარეობის უფრო მეტად გაუმჯობესებას, იმიტომ რომ ერთია რომ უზიარებთ სხვას ჩვენ ემოციებს, ჩვენ გამოცდილებას და ამასთანავე სხვისგან მაგალითად იგივე მატერიალურ სახესაც ამ შემთხვევაში ვღებულობთ იმ სარგებელსაც. კერძოდ როგორ წარმოგვიდგენი აქაურობის განვითარება? აი ლანდშაფტს რო დავაკვირდეთ, აი იმ წერტილიდან დაუშვათ აქეთ აი მდინარის ესეთი აი ხევამდე, აი ბოლომდე მოხდება ამ შემთხვევაში ამ მთლიანი ტერიტორიის ათვისება და მოხდება ათვისება იმგვარად რომ არ მოხდეს ბუნებაში და აი ამ შემთხვევაში აი ამ გარემოში უხეში ჩარევა.
ან ჩვენი მიზანი არის რომ რაც გაკეთეს ძველთან მიმართებაში, ან როგორც აი იმ სიძველის და იმ ყველაფრის აი გათვალისწინებით, მაგალითად რა ტრადიცია იყო, რა იყო მაგალითად იმ დროს რომ ანუ ადამიანი აქ მოხვედრილ გარემოში დახვდეს ისეთი ესე ვთქვათ აი ესეთი თბილი ბუნებრივი გარემო, რომელიც აქაურობის არის დამახასიათებელი. კერძოდ აქ ვაპირებთ ტაძარი აღდგენილია, რა თქმა უნდა. სახურავის შეკეთებას ვფიქრობთ რომ შემთხვევაში შესაბამისი სახურავი გაკეთდეს. არსებული ტერიტორიის ახლა ქვემოთ აი მდინარეს პირას, რომელიც არის მოიცავს, ანუ აქ არსებული ნასახლარს მოიცავს, ანუ თუ დავაკვირდეთ, აი ნასახლარი აქ გვინდა რომ მაგალითად ამ ტერიტორიაზე გაკეთდეს ესეთი ღია ესეთი აი ფანჩატური მაგალითად აი სატრაპეზოები, როგორც ვერანდასაც, სხვადასხვა აი ადამიანი რომელიც აი ოჯახთან ერთად მოდის ან დაუშვათ მეგობრებთან ერთად, რომ აი ამ გარემოში დაიცვენოს, ამ გარემოში მოახდინოს მაგალითად აი თელი დღის გატარება, რომ მაგალითად აი მისი ამონება და ის აი თავში ის ემოციები და ის სითბო და ის მადლი აქაურობისა მიიღოს. გვაქვს დაგეგმილი ამასთანავე რომ დინერის კუთხით რომ აი თევზის ბასეინის ამ შემთხვევაში მოწყობა, აუზის მოწყობა, იმიტომ რომ ვიცით რომ აქაური თევზი, ანუ ამ შემთხვევაში ეს არის ვიშვიათი, ესეთი აი წითელ წიგნში შეტანილი წითელყოფლებიანი კალმახი, რომელიც აი აქ ზოგადად ამ შემთხვევაში ხდება. და იშვიათი და გვინდა რომ ამ შემთხვევაში იმ სახეობის ერთგვარად პოპულარიზაციაც მოხდეს და მეორე ამ შემთხვევაში კომერციალიზაციაც მოხდეს ამ შემთხვევაში დაინტერესებული ტურისტებისათვის. აი ამ ტერიტორიაზე გვაქვს დაგეგმილი რომ მოხდეს ანუ სამონასტრო ამ შემთხვევაში შენობა ნაგებობის ამ შესაძლოა საცხოვრისის განთავსება ეს ტერიტორიას და აი იქეთა სივრცეში მაგალითად უფრო იქეთ ამ მხარეს ვფიქრობთ რომ ესეთი აი ბანიანის სახლის ტიპის კოტეჯები რო გაკეთდეს. რომელიც აი კიდევ ერთხელ აი იქნება აქაური ისტორიულად აქაური არქიტექტურისათვის, ამ შედა აქაური ამ შემთხვევაში კულტურისათვის დამახასიათებელი. და არ იქნება ესეთი ეს თქვა აი კონტექსტთან ამოვარდნილი ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, აქ უკვე სპეციალისტების პირველადი შეხვედრები და ადგილზე მაგალითად მონახულება დაწყებულია რომ მაგალითად რომ აქ როგორ დენდროლოგია ამ სივრცეში როგორ უნდა მოხდეს, ანუ განაჩენიანება იმ სცენარეებით, რომელიც აქაურობას მეტად გაამდიდრებს და მეტად ესე მიმზიდველს გახდით. და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის ყველაფერთან ერთად რომ მოხდეს იმ სცენარეულობის ამ შემთხვევაში მაგალითად იმ მრავალწლოვანი ნარგავების ამ შემთხვევაში დარგვა და მოშენება ისტორიული სამართლიანობის აღდგენას თან არის დაკავშირებული და სწორედ იმ დიდებულების დაბრუნებას ამ ადგილმდებარეობის ამ შემთხვევაში რომ დაგვეხმარო. ყველა შესაძლებლობის გვარად რომ ეს გარემო ერთობლივად შექმნათ ის გარემო რომელიც ჩვენთვის იქნება სულიერათაც და ფიზიკურათაც იმ მადლის და წყალობის მომგვრელი. დიდი მადლობა ღმერთმა დააგლოცოთ, გაგახაროთ და შეგეწიოთ ყოველწმინდა ღვთისმშობელი და გაცხობოთ თქვენ. ამინ.